საქართველოს პრეზიდენტად არჩეულია მიხეილ ყაველაშვილი. ქართული ოცნების ხმოსნებმა საქართველოს მე-6 პრეზიდენტად 5 წლის ვადით მიხეილ ყაველაშვილი აირჩიეს. 300 ხმოსნიდან არჩევნებში მონაწილეობა 225-მა მიიღო. ერთი ბიულეტენი გაბათილდა, 224 ხმა კი ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატმა მიიღო. ყაველაშვილის გასაპრეზიდენტებლად ივანიშვილის პარტიას მეორე ტური არ დასჭირვებია. ერთ კანდიდატიანი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოს პარლამენტში დილის 9 საათზე დაიწყო. ცესკოს თავმჯდომარემ ხმოსნებს თავდაპირველად პროცედურები განუმარტა, შემდეგ კი კენჭისყრის პროცესი დაიწყო. ბიულეტენზე მხოლოდ ერთი კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი ეწერა. ბატონი სავალარ მირზოევი, ბატონი გივი მიქანაძე, ბატონი ზაალ მიქელაძე. პარლამენტში კენჭისყრის პროცესი 14 საათისთვის დასრულდა, რის შემდეგაც ცესკომ ხმების დათვლა დაიწყო. ერთ კანდიდატიანი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ოცნების ხმოსნებს გიორგი კალანდარიშვილმა გააცნო. ყაველაშვილი, მინდია დიასამიძე, ყაველაშვილი, დავით თედორაძე, ყაველაშვილი, იოსებ რობაქიძე, ყაველაშვილი. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო კოლეგიის 225-მა წევრმა, საიდანაც ბათილი არის ერთი ბიულეტენი, 224 ბიულეტენი, 224 ხმა კი მიეკუთვნა პრეზიდენტობის კანდიდატს მიხეილ ყაველაშვილს. შესაბამისად, წარმოდგენილი შედეგების მიხედვით საქართველოს პრეზიდენტად არჩეულია მიხეილ ყაველაშვილი. ხმოსნებიდან ერთადერთი, ვინც ყაველაშვილს ხმა არ მისცა, ადამ არშანია იყო. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა საარჩევნო ყუთში ცარიელი ბიულეტენი ჩააგდო და თქვა, რომ ყაველაშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად არჩევით ქართულმა ოცნებამ ზიანი ქვეყანასთან ერთად საკუთარ თავსაც მიაყენა. ეგრეთ წოდებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციას მონაწილეობა არ მიუღია. პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა ორმა ხმოსანმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა თემურ მჟავიამ და ზურაბ ჯგუბურიამ. იმის გათვალისწინებით, რომ მართველი პარტიის ხელისუფლება დაადგა მკვეთრად გამოხატულ იზოლაციონიზმის გზას, როგორც საერთაშორისო ურთიერთობებში, ასევე საკუთარ მოსახლეობასთან კომუნიკაციაში, რაც უშუალოდ უპირისპირდება ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო სამართლის სუბიექტის, საქართველოს სახელმწიფოებრიობის საფუძვლებს, მე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი უარს უაცხადებს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე და ბოიკოტს უცხადებ მიმდინარე წლის 14 დეკემბერს დაგეგმილ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებს. საპროტესტო განცხადება. მე არ მჭირდება რჩევა თუ სად და ვისთან უნდა დავდგე. მე საკუთარი აზრით, მსოფლმხედველობით და ჩემი ქვეყნისთვის, მეგობარ თანამემამულეებისთვის, ქართველი ახალგაზრდებისთვის, ჩემი დიდი ოჯახის, შვილების, შვილიშვილების ბედნიერი მომავლის რწმენით ვცხოვრობ ამ ქვეყანაზე. მენტალურ რუსს ქვეყნის პრეზიდენტად ვერ ავირჩევ და საერთოდ არც ამ არჩევნების სამართლიანობას და მის ლეგიტიმურობას ვიზიარებ. ქართული ოცნების არჩევნებს არაკონსტიტუციურს უწოდებენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის თაობაზე პარლამენტის დადგენილებაში არ შეიტანება იმ პირის გვარი, რომლის პარლამენტის წევრად არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის წევრების საკონსტიტუციო სარჩელით გასაჩივრებული იყო პარლამენტის 150-ვე წევრის არჩევის კანონიერება, სანამ საკონსტიტუციო სასამართლო ამ სარჩელზე გადაწყვეტილებას არ მიიღებდა, ახალი პარლამენტი უფლებამოსილებას ვერ შეიძენდა. აქედან გამომდინარე არალეგიტიმური პარლამენტის ნებისმიერი გადაწყვეტილება, მათ შორის პრეზიდენტის არჩევნების თარიღის დანიშვნა და მისი არჩევა უკანონო და არაკონსტიტუციურია. მიხეილ ყაველაშვილის პოლიტიკური კარიერა საქართველოს პარლამენტში 2016 წელს დაიწყო. ის მე-9 და მე-11 მოწვევის პარლამენტში ქართულ ოცნებას წარმოადგენდა. პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ბიოგრაფიაში ცარიელია ველი ყაველაშვილის განათლების შესახებ. 2022 წლის 26 ივლისს საქართველოს პარლამენტმა არასამთავრობო ორგანიზაცია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს აცნობა, რომ პარლამენტის აპარატში არ არის წარდგენილი და შესაბამისად არ ინახება ყაველაშვილის განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი. უდიპლომობის გამო ყაველაშვილი 2015 წელს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვერ გახდა. ყაველაშვილი მედიის ყურადღების ქვეშ არაერთხელ მოექცა, თუმცა ყველა შემთხვევაში მხოლოდ პარლამენტში ჩხუბისა და დაპირისპირების დროს. მან არაერთხელ გამოიყენა უხამსი ლექსიკა პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, განსაკუთრებით აქტიურობდა რუსული კანონის მიღების პროცესში. Am
ვინც რუსული საქმე გააკეთა და დღემდე აკეთებს, იმის შევეციბე. აი სუსტად ესეთ ქილიქს მიმართავენ და სიცრუის ტირაჟირებას როგორც აგერ კაკოია ბობოხიძე ტირაჟირებდა ეხლა. ამ სიცრუის შენ ნაბოს ბატონო კაკო დამშვიდით და კორექტულად მეგობრებო, კორექტულად ერთმანეთთან. ოცნების პრეზიდენტის არჩევნების შედეგებს გამოეხმაურა ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის თქმით, 20 წელზე მეტია საქართველოს პატრიოტი და ფსიქიკურად და ფსიქოლოგიურად გაწონასწორებული პრეზიდენტი არ ყოლია. ამ კუთხით კი ყაველაშვილის პრეზიდენტობა კობახიძის აზრით გარდამტეხი ცვლილება იქნება. 20 წელიწადზე მეტია საქართველოს არ ყოლია პატრიოტი და ფსიქიკურად და ფსიქოლოგიურად გაწონასწორებული პრეზიდენტი. ამ კუთხით მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობა იქნება გარდამტეხი ცვლილება ჩვენი ქვეყნისთვის. პრეზიდენტის ინსტიტუტის მთავარი მისია არის ზრუნვა ქვეყნის გაერთიანებაზე, საზოგადოების გაერთიანებაზე და თქვენ იცით, რომ ამ წლების განმავლობაში კონკრეტული ძალები, გარე ძალები პირველ რიგში პრეზიდენტის ინსტიტუტს სწორედ რომ საზოგადოების გასახლეჩად იყენებდნენ. ასევე პრეზიდენტის ინსტიტუტი გამოიყენებოდა იმისათვის, რომ დაესუსტებინათ ხელოვნურად ჩვენი კონსტიტუციური წესრიგი, ამისათვის სისტემატურად და სისტემურად ირღვეოდა სწორედ პრეზიდენტის გამოყენებით საქართველოს კონსტიტუცია. მიხეილ ყაველაშვილი ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატად ბიძინა ივანიშვილმა 27 ნოემბერს წარადგინა. ოლიგარქმა ყაველაშვილის ღირსებებზე საუბრისას თქვა, რომ ის წარმატებული სპორტსმენი იყო, პოლიტიკაში აქტიურად იცავდა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. არის შესანიშნავი მეუღლე და 4 შვილის მამა და ჰაბიტუსითაც არის ქართველი კაცის საუკეთესო განსახიერება. დღევანდელი არჩევნები პირველია საქართველოს უახლეს ისტორიაში, როცა პრეზიდენტის არჩევა პირდაპირ საყოველთაო კენჭისყრის წესით არ მოხდა.